მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, გავასწორებ კამერას. გილოცავთ ყველას ახალ წელს, ბედობას, ბედნიერების მომტანი იყოს თქვენთვის 2026 წელი. დღევანდელი გაშლა ზუსტად ამაზე მინდა გავაკეთო. რას მოგიტანთ ის 2026 წელი თქვენ? მოდი ნახოთ. ნახავთ ჯერ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა და შემდეგ გავიგოთ რას მოგიტანთ 2026. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა? მეგობრებო, ძალიან მომწონს ისეთი ენერგიები აქ, არ ვიცი, ჯერ იმას ვიტყვი, რომ აქამდეც რაც ავშლიდი ალბათ ამას პროგნოზირებდი და ეხლაც გეტყვით. თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა და თითქოს ის გულის ტკენა, გულის ტკივილი, რაც გქონდათ გატეხილი გული წინა თვეებში, წინა წლებში, ხო, რაც გქონდათ დარჩენილი, თითქოს ეს ყველაფერი დაინგრა თქვენს ცხოვრებაში და სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, ან იწყება. თუ ჯერ არ დაწყებულა ამ წუთას ახლა არაფერი, მაშინ ძალიან სწრაფად ზუსტად ეს 2026 წელი მოგიტანთ აი ამ ახალ ეტაპებს. თქვენ ახლა ხართ ენერგიებში, აი ზუსტად ხა საახალწლო ის მომდის, აი ოჯახში ფუსფუსებთ, რაღაცა დადებით ენერგიებში ხართ, შემოსავლების მხრივაც საკმაოდ მყარად და კარგად და აი რაღაცა ოჯახურ გარემოში ხართ, საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს. სხვათა შორის ვიღაცები შეიძლება ცოტა შორს იმყოფებით გზაზე ხართ და ელოდებით, რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. აი თქვენ გაქვთ ეს შინაგანი მზაობა და შინაგანი მოლოდინი, რომ გრძნობთ თითქოს წინასწარ, რომ რაღაცა კარგი იწყება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც კარგი ეტაპი. აი ამ ენერგიებში იმყოფებით ახლა, მეგობრებო. და გავიგოთ რას მოგიტანთ 2026 წელი თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. რას მოგიტანთ? მოდი ესე გავაკეთებ. რას მოგიტანთ პირადში და რას მოგიტანთ კარიერაში. რას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში 2026 წელი და რას მოგიტანთ კარიერაში 2026 წელი. ის კარიერას გადავდებ და ვნახოთ პირადი. ხო, აქ გვაქვს ესეთი სიტუაცია, პირდაპირ აი ტუზი დამეცა ორ ვიტყვიან. ზუსტად ეს მომენტია, არ ვიცი, ვისაც არ ყავთ პარტნიორი, იცოდეთ, რომ ამ წელში თქვენთან მოიჩქარის სასიყვარულო, ერთგული ურთიერთობისთვის ადამიანი, რომელიც ზუსტად ის ტუზი იქნება და ის გამართლება იქნება, რაც თქვენ გჭირდებათ. ხოლო ვისაც ყავთ პარტნიორი, გეტყვით, რომ თქვენ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. და ეს ახალი ეტაპი აქამდე შეიძლება რაღაცა ეხლა გქონდათ ცოტა გაურკვევლობა
ვისაც ყავთ პარტნიორი, მოკლედ, მათზე მაქვს საუბარი, შეიძლება არ გქონდათ კომუნიკაცია და რაღაცა და შემოდის ზუსტად აი ეს მომენტი, მეგობრებო, რომ თქვენთან შედგება კომუნიკაცია, დაიწყება კომუნიკაცია, საუბრები ერთმანეთში და ხო, გარკვევა ურთიერთობის. კარგი. მოდი ვნახოთ რა მოგიტანთ უფრო ზუსტად პირად ცხოვრებაში 2026 წელი. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში 2025 წელი. ხმერთო. ძალიან მიხარია. ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უდიდეს წარმატებას მეგობრებო, აი როგორ წელი იქნება, იცით? აი რომ მთელი 2025 წლის ეს ნეგატივი რაც იყო და ეს რაღაც ბრძოლები საკუთარ თავთან, ან ადამიანთან, ან არ ვიცი, კამათები, კონფლიქტები, რაც თითქოს გადაწონის და დაგვირგვინდება აი მზის არკანით შეხედეთ მეგობრებო, უდიდესი საჩუქრით. თქვენთან 2026 წელი პირად ცხოვრებაში მოგიყვანთ იმპერატორს. ვინც მამაკაცები მიყურებთ იმპერატრიცას, ეს არის ადამიანი, თქვენი პიროვნება, კაცი, რომელიც აიღებს თავის ხელში ურთიერთობის სადავეებს. არ დაგელოდებათ თქვენ, რომ ამას ახლა იმიტომ ვიცახი, რომ ძირითადად ტენდენცია არის ესეთი ამ ბოლოს მამაკაცებში, რომ აქეთ ელოდებიან ქალბატონებისგან აქტიურობას, მაგრამ ჩვენს წინაშე არის იმპერატორი, რომელიც თვითონ აიღებს ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას, მართვას ურთიერთობის, არ დამალავს თავის გრძნობებს, გაგიმხელთ, გაუმხელთ და შეგიყვარებთ და შეიყვარებთ ამ პიროვნებას. მოგეხსენებათ, რომ იმპერატორებსაც აქვთ თავიანთი მინუსები, საკმაოდ ძლიერი ეგო აქვს ამ პიროვნებას, ცოტა შეიძლება ისეთი манипуляტორული საქციელებიც ჰქონდეს, იმიტომ რომ ისეთი პიროვნება არის, შეიძლება თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარეც მართველი იყოს რაღაცის აი მიჩვეული იყოს ამ მართვას და თქვენზეც რაღაც ესეთი მომენტი გქონდეს, რომ უნდა გმართოთ, მაგრამ ეს არ იქნება რაღაცა არაჯანსაღი მიდგომით, რა თქმა უნდა, უბრალოდ შეიძლება ადამიანს ცოტა მეტი მოუვიდეს ხოლმე ზოგჯერ. თუმცა ყველას გვაქვს ჩვენი მინუსები. ესეთი პიროვნება შემოდის თქვენს ცხოვრებაში დიდი სიყვარულით, მოდის პასუხისმგებლობით და სერიოზული ურთიერთობით. კიდევ რას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში 2026 წელი, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. გაცრამთ. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი. აი მეგობრებო, რას მოგიტანთ და მოგიყვანთ? აი მე აქ თქვენთან მოდის ძალიან სწრაფად სხვათა შორის პიროვნება, სიყვარულით, ასე ვიტყოდი, პიროვნება მოდის სიყვარულით, ყურეთ, შეიძლება რეალურად ბევრს არ გასცემს ეს ადამიანი, მაგრამ შინაგანად გრძნობს ძალიან დიდ სუფთა სიყვარულს ეს ადამიანი. ეს ადამიანი მოდის ემოციებით. ძალიან სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და დამიწერეთ მე კომენტარებში, ვისთან გამოჩნდა ასეთი პიროვნება, ემოციური, ისეთი ძალიან საყვარელი ადამიანი, შეიძლება ცოტა იცით როგორი პიროვნება, აი
შეიძლება წყლის სტიქის წარმომადგენელი იყოს ეს პიროვნება, კონკრეტულად კირჩხიბი. ხო და ეს ადამიანი საკმაოდ ღრმა ადამიანია. აი, როგორ გითხრათ, იცით, აი, კი, ემოციებით მოდის და რაღაც, მაგრამ ეს ბევრად ემოციური პიროვნება არის, ვიდრე თქვენ გაჩვენებთ. საკმაოდ გულჩვილი და ისეთი შინაგანად ძალიან ნაზი სულის ადამიანია, აი რაღაცნაირი, ხო? საკმაოდ რომანტიული, ძალიან სწრაფად გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი თქვენ პირად ცხოვრებაში. ხო, კიდევ მინდა გითხრათ ის, რომ ცოტა, კი, ესეთი პიროვნება არის ემოციური, მაგრამ თქვენთვის ცოტა შეიძლება გაუგებარი იყოს მისი საქციელები, იმიტომ რომ შინაგანად უფრო მეტს განიცდის ეს პიროვნება, რასაც გარეთ არ გამოხატავს. ამიტომ თქვენთვის ცოტა ბუნდოვანი შეიძლება იყოს ეს პიროვნება. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი პირად ცხოვრებაში? ხო, აქ თქვენ ვიღაცები ხართ ისეთ მდგომარეობაში, ცოტა ილუზიურ, შინაგანად გამოფიტულ მდგომარეობაში და 2026 წელი მოგიტანთ ზუსტად ამ ყველაფრის, ამ იმედგაცრუების დასრულებას, ამ იმედგაცრუებიდან ჭკუის სწავლას, ასე ვთქვათ და იმას, რომ ამ ცხოვრებას ცოტა სხვა თვალითაც შეხედოთ და მარტო ერთი მიმართულებით არ იყუროთ, ხო? მოგიტანთ იმას, რომ თქვენ გახდებით იმპერატრიცა, მეგობრებო, თქვენი თავი გახდებით. საკმაოდ აქ საკმაოდ ისეთი ღრმა სიტუაციები მიმდინარეობს. კიდევ რას მოგიტანთ? აბსოლუტურად ახალ საწყისებს, მეგობრებო. აი, იმ ილუზიურ, იმ გულგატეხილ და იმ რაღაც შინაგანი სიცარიელის მდგომარეობიდან გადასვლას ძალიან დიდ აქტიურობაში. არ ვიცი რა შემოდის, თქვენთან რა იწყება რაღაც ახალი ეტაპი. აქ კონკრეტულად პიროვნებას არ მიჩვენებს, მაგრამ აქ იწყება ნამდვილად ახალი ეტაპი, ახალი სიყვარული შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რაც თითქოს აი იცით რას გიზავთ, აი ამ რაღაცა გაჩერებული მდგომარეობიდან აქტიურობაში გადაგიყვანთ ძალიან და თქვენ რაღაცა სხვანაირად დაუწყებთ ცხოვრებას ხედვას, აი ეს მომდის, ეს ენერგია მომდის ამ წუთას. ძალიან კარგი. მოდი გავიგოთ ახლა კარიერაც. როგორ წარიმართება თქვენი კარიერა 2026 წელს? საინტერესოა, როგორ წარიმართება თქვენი კარიერა 2026 წელს. აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენი კარიერა საკმაოდ ისე ნელა მიმდინარეობს, ნელა ვითარდება, ნელა მიიწევთ წინ. ოღონდ ნელი ტემპით. კარგი, ვნახოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, როგორ წარიმართება თქვენი კარიერა 2026 წელს? აქ მეგობრებო, გეტყვით პირდაპირ იმას, რომ წახვალთ იმ
თუ ვიღაცების სამსახურში ანუ საჯარო სამსახური, ანუ რასაც აკეთებთ პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა. წახვალთ იმ სიტუაციიდან, რაც უკვე აღარაფერს აღარ გაძლევთ, მეგობრებო. თქვენ გადადგავთ ამ ნაბიჯს, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებას. ძალიან იქ სადაც გადახვალთ და რის კეთებასაც დაიწყებთ, მოკლედ იმაში გექნებათ ძალიან დიდი წარმატება და ფონი იქნება ის, რომ თქვენ დატოვეთ და წახვედით იქიდან, რაც აღარ გაძლევდეთ აღარაფერს. ვერანაირ შედეგს ვეღარ იღებდით იმიდან, რაშიც ეხლა ხართ. ანუ თუ ამ წუთას არ ხდება ესეთ სიტუაცია, 2026 წელი იქნება თქვენს კარიერაში აი ასეთი, რომ მიატოვებთ და წახვალთ იმ სიტუაციიდან, რაც არაფერს აღარ გაძლევთ და ეს ქმედება მოგიტანთ დიდ წარმატებას, რადგან დაიწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც მოგწონთ და რაც გიყვართ. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი თქვენს კარიერაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი კარიერაში? აქ რა ხდება? ერთსაც დავამატებ. აქ რა ხდება, მეგობრებო? სიტუაცია თქვენს კარიერაში, რაც იყო თქვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი, ამის დასრულება მოხდება, მეგობრებო, რაც ძალიან გაგაბედნიერებთ, ძალიან კარგად გაგრძნობინებთ თავს, საკუთარ თავს გაპოვლინებთ, თითქოს არ ვიცი რა მოხდება ახლა ასეთი, მაგრამ თქვენს კარიერაში ამ წუთას გაქვთ რაღაცა გაურკვეველი მდგომარეობა, ბუნდოვანება, მაგრამ ეს დასრულდება და მიიღებთ ძალიან კარგ შედეგს, რაც მოგიტანთ ფინანსურ სტაბილურობას, საკუთარ თავზე უფრო მეტად იზრუნებთ, თუ შვილები გყავთ, შვილებზეც უფრო მეტად შეძლებთ ზრუნვას, ოჯახზეც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს იმოქმედებს თქვენს ფინანსებზე ძალიან კარგად, რაღაცა აი ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს კარიერაში. კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი კარიერაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? კიდევ რას მოგიტანთ 2026 წელი? ხო, აქ ვიღაცებს ძალიან ისეთი დიდი დისბალანსი გაქვთ, მეგობრებო, შეიძლება არჩევნის წინაშეც გახართ, მაგრამ მოულოდნელად მოხდება თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილება, ახალი დასაწყისი, რა თქმა უნდა, ეს ახალი და მოულოდნელი ძალიან შეგაშინებთ და ცოტა გაგიჭირდებათ ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ეს ცვლილებები იყოს რაღაცა გზაზე, სხვათა შორის, მოგიწიოთ სადმე წასვლა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, გადაადგილება ან გადასვლა სხვაგან ამ ცვლილებების გამო. რას მოგიტანთ ეს ცვლილებები, აბა? ხო, მეგობრებო, აბსოლუტურად ძალიან, გეტყვით იმას, რომ არჩევნის წინაშე იქნებით თავიდან, ძალიან გაგიჭირდებათ ცოტა არჩევნის გაკეთება, იმიტომ რომ შეგეშინდებათ ნაბიჯების გადადგმა, რაღაცა გამოუცდელობის გამო შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება და თქვენ გააკეთებთ ისეთ არჩევანს, რაც თქვენს თავზე იქნება მორგებული. აი, აბსოლუტურად შეცვლით თქვენს კარიერას, აი არ ვიცი, რასაც ახლა აკეთებთ, შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოთ და სხვა მიმართულებით წახვიდეთ. ან გადაადგილდეთ და სხვაგან გადახვიდეთ. იგივე ადგილზე არჩებით ყოველ შემთხვევაში, აშკარად რაღაცა გადაადგილება გექნებათ და დიდი ცვლილებები თქვენს კარიერაში. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება თქვენზე მორგებული და
თქვენთვის უკეთესი როგორც იქნება, ისე ზუსტად. სულ ეს იყო მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ 2026 წელს. ყველაფერი კარგის მომტანი იყოს. ბოდიში მომიწია გაჩერება. ყველაფერი კარგის მომტანი იყოს თქვენთვის ეს წელი. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35, WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ჩემთან სესიები მიმდინარეობს ვიდეო ზარით, პროსტორად და არ მაქვს voice-ებით კონსულტაციები. არ მომწონს და იმიტომ. ასე რომ დაგემშვიდობებით. შვიდ საღამოს გისურვებთ დროებით.